ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის ქალები როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის ფარგლებში სამიზნე რეგიონებში შექმნილი ახალგაზრდული სათემო ჯგუფების წევრებისა და ლიდერი ქალებისთვის 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით კახეთში ლოპოტას კომპლექსში ტრენინგების ციკლი ჩატარდა. ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს განსხვავებული დღის წესრიგი ჰქონდათ და სხვადასხვა ტრენერებთან ერთად საგანგებოდ მათთვის შემუშავებულ აქტივობებში ჩართულობით ერთმანეთს პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ. სამუშაო დღეების განმავლობაში მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ თემატური მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებასა და განხილვას. პარალელური ამ ღონისძიებების მნიშვნელობა იმიტომ გამოიკვეთა, რომ რეალურად დიალოგი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ერთ თემში ცხოვრობენ, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საკითხები პოზიტიურად გადაიჭრას და ამისთვის მეტი თემის წარმომადგენელი იყოს ჩართული. იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის სამიზნე თემების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა იმსჯელეს გენდერისა და გენდერული თანასწორობისა და სქესსა და გენდერს შორის განსხვავებაზე, გენდერული სოციალიზაციის არსზე, გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის გენდერული ასპექტის, ანაზღაურებადი და აუნაზღაურებადი შრომის გენდერული განაწილების, სამაგი როლისა და შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციის შესახებ. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ქალთა მიმართალადობისა და მის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის შესახებ. გაიგეს თუ როგორ დაწერონ პროექტი, მოიძიონ ფონდები მათი სამომავლო აქტივობების განსახორციელებლად და დაგეგმონ მედია კამპანია. ასევე მიიღეს ინფორმაცია საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. მთელი ამ 2 წლის განმავლობაში, თითქმის 2 წლის განმავლობაში, რაც პროექტი მიმდინარეობს, სხვადასხვა სახის ტრენინგები ჩაუტარდათ ბავშვებს, სხვადასხვა ტიპის აქტივობებში იყვნენ ჩართულები და ვფიქრობთ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ძალიან მათ თავად შეძლონ დამოუკიდებლად კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმა და მათი განხორციელება. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო და დიდი გამოცდილების მომცემი, ვისწავლეთ რაც აქამდე არ ვიცოდი, პროექტების წერა, გენდერთან დაკავშირებული საკითხები. დარწმუნებული ვარ, ეს მიღებული გამოცდილება სამოოდ გამომადგება და აუცილებლად გამოვიყენებ. ჩემთვის აქ გატარებული დრო იყო ძალიან დიდი გამოცდილება, მივიღე უამრავი ინფორმაცია თუ როგორ უნდა დავწერო ესა თუ ის პროექტი. აქამდეც მქონია ამასთან დაკავშირებით მუშაობა, მაგრამ ეხლა უფრო სიღრმისეულად გავიაზრე და ყველა ის პრობლემა უფრო გადაჭრით განვახორციელე. ვთვლი, რომ ჩემთვის პირადად ეხლა ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პროექტების წერა. პროექტების წერით უამრავი რამ შევიძინე, რაღაც პატარა პრაქტიკაც გავიარეთ აქ და მარტო ამ გარემოში უამრავი იდეა მომივიდა, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ ანატოლებთან ერთად, რომლებიც გავიცანი 5 დღის განმავლობაში და ისეთ ჩემ თემში. მას შემდეგ, რაც მაია მიქაშავიძე მონაწილეებს დეტალურად გააცნო პროექტის წერის ტექნიკა, ახალგაზრდებმა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თავიანთ თემებში განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს. დაელი ხომერიკის მცირე მასტერკლასი პროექტის ახალგაზრდული სათემო ჯგუფების წევრებს კი ადრესატისთვის მესიჯის სწორი ფორმით მიწოდებაშიც დაეხმარათ. სანამ ახალგაზრდული სათემო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ტრენინგის მონაწილეები პროექტის წერას სწავლობდნენ, პარალელური ტრენინგის მონაწილე ლიდერი ქალები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული კვოტირების მნიშვნელობის შესახებ მსჯელობდნენ, საკუთარი თემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრობდნენ და იმიტირებულ პოდიუმ დისკუსიაზე რეალურ პოლიტიკოსებთან შესახვედრად ემზადებოდნენ. ტრენინგის ბოლოს მათ შესაძლებლობა ჰქონდათ პირადადაც შეხვედროდნენ პარლამენტარებს. ეს ტრენინგი სწორედ იმ ლიდერი ქალებისთვის გაიმართა, ვინც პროექტის დაწყებიდან დღემდე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან და საკუთარ თემში რეალური ცვლილებების აგენტები არიან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდა დღეს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტთან, სადაც მოგვეცა საშუალება გვესაუბრა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც შეტანილია პარლამენტში, რომლის მოსმენა მოხდა გენდერული საბჭოს შემადგენლობისთვის გაცნობა და ვფიქრობთ, რომ ამ კანონ პროექტის ინიცირებას ძალიან მალე მოახდენს ქალბატონი მანანა კობახიძე. ქალები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები წარმოდგენილი, მათ მიეცათ საშუალება და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, რაზეც მეტნაკლებად პასუხიც მიიღეს. ძალიან მომეწონა ტრენერები და მათი წარმოდგენილი საკითხები, რომელიც ჩვენ გამოგვადგება წინსვლისთვის და გავიცანით ასევე
სხვადასხვა კუთხის ქალთა მხრივ წარმომადგენლები, რომელთგანაც გავიგეთ ბევრი ინფორმაცია, გაუზიარეთ ერთმანეთის იდეები და განვახორციელეთ ჩვენს თემში. ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, გავიფართოვეთ ცოდნა გენდერის საკითხებში, ვისწავლეთ მედიასთან ურთიერთობის შესახებ ზოგადი წესები და ძალიან საინტერესო და საჭირო ნიუანსები. პოლიტიკოსებთან ურთიერთობის ნიუანსები, როგორ დავაყენოთ საკითხი, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი საკითხი იყოს გაცაღები, როგორი ფორმით მივაწოდოთ ეს მათ და როგორ მივიღოთ სასურველი პასუხი ამ საკითხებზე. ოქტომბრის თვის ბოლოს იგეგმება პოდიუმ დისკუსია, სწორედ იმისთვის, რომ ამ ტრენინგში მიღებული ცოდნა და უნარები ქალებმა რეალურად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან და წარმომადგენლებთან გააჟღერონ და მათ კიდევ უფრო გაიმტკიცონ კომპეტენცია ამ მიმართულებით და თუ ისინი ხედავენ და ზოგი მათგანი რეალურად აქვს ამის უნარი და შესწავლის ძალა, მათ თავისი თავი უკვე პოლიტიკურად აქტიურ ფიგურად წარმოიდგინოს. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით ფონდ TASOS-თან, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით, თბილისის, ცხეთამთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გალის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროებების კვლევის საფუძველზე.